ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და მეგობარი აქტის ერთ-ერთი თანაავტორი ჯინ შაჰინი ქართული ოცნების მიერ კრიტიკული მედია საშუალებების წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში შეტანილ საჩივრებს ეხმაურება. შაჰინის თქმით, ნათელია, რომ ტელეარხებს არა ჟურნალისტური სტანდარტებით განსჯიან, არამედ მათ პოლიტიკური მიზეზებით მიზანში ამოიღებენ. სწორედ ამიტომ ჯინ შაჰინმა მოუწოდა სენატს მიიღოს ორპარტიული მხარდაჭერის მქონე მეგობარი აქტი. დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. როდესაც ქართული ოცნების მთავრობამ ცვლილებები შეიტანა მაუწყებლობის შესახებ კანონში, ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა, რომ კანონი დამოუკიდებელი ქართული მედიის წინააღმდეგ შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული. ახლა, როდესაც ქართულ ოცნებას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ საჩივრები შეაქვს საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიაში, ორგანოში, რომლის დამოუკიდებლობა თავად კითხვის ნიშნის ქვეშაა, ნათელია, რომ ეს მედია საშუალებები განსჯილი არ იქნებიან მათი ჟურნალისტური სტანდარტებით, არამედ სამიზნეში იქნებიან ამოღებული პოლიტიკური მიზეზებით. ნამდვილი ინფორმაციის წინააღმდეგ ქართული ოცნების კამპანია დემოკრატიაზე თავდასხმაა. სწორედ ამიტომ მოუწოდეს სენატს მიიღოს ჩვენი ორპარტიული მეგობარი აქტი, რადგან ქართველი ხალხის მხარდაჭერა ნიშნავს ოცნებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის ერთ-ერთმა ლიდერმა სენატორმა ჯინ შაჰინმა მეგობარი აქტი წარადგინეს, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას ადასტურებს. ასევე ქართველ ხალხს მხარს უჭერს იმ ფონზე, რომ საქართველოს მთავრობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებს აგრძელებს.